აჭარაში ეფექტური მუშაობის მოტივით და კომუნიკაციის პრობლემების გამო კოალიცია რეგიონში პოლიტსაბჭოს ქმნის. პოლიტიკურ ორგანოში კოალიციის 6-ვე პარტია იქნება წარმოდგენილი. წინასწარი ინფორმაციით პოლიტსაბჭოში თვითმმართველობის სიების შედგენაზე და მერობის საერთო კანდიდატის დასახელებაზეც იმსჯელებენ. საბჭოს გეგმების შესახებ უფროცად ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობთ. აჭარაში პოლიტსაბჭო შეიქმნება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება როგორც საკანონმდებლო ორგანო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება და საკრებულო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, პოლიტსაბჭო საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციას დაარეგულირებს. ეს არის უფრო მეტი კონტაქტი, უფრო მეტი ასე ვთქვათ ერთობლიობა ჩვენი თავის ქართული ოცნებისა, მეტი კონტაქტები გქონდეს და ის საჭიროა საკითხები, რომელიც გადასაწყვეტია, ზოგიერთი შეიძლება კულისებში გადაწყდეს, ზოგიერთი შეიძლება გასაჯაროვდეს, მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის გიორგი მასალკინის განცხადებით, პოლიტსაბჭოში კოალიციაში შემავალი 6 პარტია გაერთიანდება და მერის კანდიდატურაზე შეთანხმდება. დეპუტატის თქმით, რესპუბლიკელების საარჩევნო სიაში პირველი ნომერი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი იქნება. აჭარაში შეიქმნება, მოდით ასე დავთქვათ, მინი პოლიტსაბჭო, ისეთივე როგორც თბილისშია. სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები შევიკრიბებით, იმიტომ რომ უახლოებულია არჩევნები და ჩვენ უნდა მივიღოთ შეთანხმებული რაღაც გადაწყვეტილებები სიასთან დაკავშირებით, მაჟორიტარებთან დაკავშირებით, შტაბის მუშაობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო მთავარი შედეგი ჩვენი შეხვედრისა. კონსერვატიული პარტიის წევრი დავით ბაციკაძე აცხადებს, რომ პარტიული სიის შედგენის საკუთარი წესდება აქვს და ყველა მუნიციპალიტეტის პარტიული წარმომადგენელი თავად წყვეტს, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი. ეყოლება თუ არა კონსერვატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციას ბათუმის მერობის კანდიდატი დავით ბაციკაძე მისი დასახელებისაგან თავს იკავებს. კონსერვატიული პარტიას ყავს თუ არა ეს შევინახავ საიდუმლოდ, შემდეგ შევინახოთ, მაგრამ ჩვენც თავისთავად პარტია ემზადება და მიდის მზადებას დაკავშირებით უკვე დიდი ხანია, მინდა გითხრათ, და ჩვენ წესდება გვირეგულირებს შიგა პრაიმერის წესით, შიგა დემოკრატიის წესით, თუ ვინ იქნება პირველი ნომერი, ჩვენგან პირველი ნომერი, მეორე ვინ იქნება ამა თუ მაჟორიტარ ბლოკში წევრები, სრული დეცენტრალიზაცია გვაქვს. ბათუმის მერობის კანდიდატს ქართული ოცნება კოალიციურ რეჟიმში შეარჩევს, აცხადებს მთავრობის თავმჯდომარე. ვინ უხელმძღვანელებს აჭარაში შტაბს, არჩილ ხაბაძე არ აკონკრეტებს. რომელთან განვიხილეთ, რომ ადგილობრივი კანდიდატები, როგორც გამგებლები, ასევე მერის იქნება გადაწყვეტილი კოალიციურად და შევჯერდებით ადგილზე, კოალიციის წარმომადგენლებთან ერთად, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭო ამას კიდევ განიხილავს და ერთად გავივლით ყველა კანდიდატს. მერთან დაკავშირებით ალბათ კოალიცია ჩამოყალიბდება ერთად და შევაჯერებთ ამ პოზიციას ერთად. თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიცია მუშაობას ერთ თვეში დაიწყებს.